დაკარგული ფაილების აღდგენა ალბათ ყველასთვის საჭირო საშუალებაა. ამისთვის არსებობს უამრავი სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ამას გვიკეთებენ. მაგრამ თვითონ Windows-საც გააჩნია ეს ბრძანება. და როგორ შეიძლება მისი ნახვა. მოკლედ შევდივარ სტარტში, პროგრამებში, აი ამ ბრძანებაში და System Tools. შემდეგ ვაწვევი სისტემის აღდგენა. აი აქ მაქვს ორი პანჯარი. პირველი ეს არის სისტემის აღდგენა, მეორე ახალი შექმნა. მოდი ჯერ ვნახოთ რა ახალი შექმნა. ანუ ისთვის გამოიყენება რომ მე გავაკეთო ახალი ერთგვარი სანიშნე. მაგალითად გადავაყენე სისტემა Windows-ი და მოხდა დავაყენე ყველა საჭირო დრაივერი, გადმოვიწერე ყველა ეს პროგრამა, რომელიც მე მესაჭიროება მუშაობისთვის და მინდა აი ამ კომპიუტერის აი ამ მდგომარეობაში შენახვა. ვაწვევი, შევდივარ აღნიშნულ ქმედებაში, ვაწვევი create, ანუ შექმნა, ვაწვევი next და აქ ვაწერ სახელს, ანუ რა სახელითაც მინდა მე ეს ყველაფერი მან შემინახოს. ვაწვევი create და ის შეიქმნება. ამის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, მაგალითად თუ ერთი თვის ან თუნდაც რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემ სისტემაში რაღაც ვერ იმუშავა კარგად, ან იმდენად ვირუსები ან თუნდაც რაიმე ხელისშემშლელი ფაილები გადმოვიწერე და უკვე თავს ვეღარ არქმევს კომპიუტერი და იწყებს ჭედვას, ხდება მისი უკან დაბრუნება. ანუ მე თუ აქ და უკან მას აირესტორის საშუალებით უკან დავაბრუნებ, იქ შემიძლია ავირჩიო ჩემს მიერ აქ შექმნილი ფაილი. ანუ ის მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერი იყო მუშა და ყველა საჭირო პროგრამა მას უკვე ჰქონდა გადმოწერილი. ვაბრუნებ და უბრალოდ Windows-ის კომპიუტერი გამიხდება იგივე, რაც Windows-ის გადაყენების დროს მქონდა. ანუ ყველა ის არასაჭირო ობიექტები წაიშლება. და როგორ ხდება დაბრუნება? ვაწვევი ბრძანებას restore, ანუ შეცვლა, ანუ აღდგენა და ვაწვევი next. აი აქ არის ყველა ეს ფაილი, ეს კომპიუტერს შეუძლია გარკვეული დროით დაიმახსოვროს, მასაც შეუძლია რამდენიმე წლები დაიმახსოვროს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მას არ მივუნიშნავთ, რომ ეს დაიმახსოვრე. ავტომატურ დამახსოვრებას ის აკეთებს გარკვეული დროის შემდეგ, ანუ ახლა აქ როგორც ხედავთ, გაკეთებული აქვს მაისში თითქმის არცერთი ჩანახატი უკვე აღარ აქვს და გაკეთებული აქვს ივნისში ჩანიშნები, პირველში 3-ში, პირველში 4-ში, 5-ში, ანუ იმ მონაკვეთებში, რომლებიც მე აქ გამუქებული მაქვს. დღეს არის 16-ი, შესაბამისად 16-ში იქით ჩანახატები არ არის. 15-ში მე თუ მაგალითად დავუკარგე ფაილი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ვიცი რომ 15 ივნის მე აუცილებლად უნდა მქონოდა კომპიუტერში. შემიძლია დავაბრუნო სისტემა და კომპიუტერი იმუშაოს იმ მდგომარეობიდან, როგორც იყო 15 ივნის. მაგალითად მე მაგას მოვუნიშნავ 15 და ვაწვევი next. აი უკვე არის უკანასკნელი გაფრთხილება, რომ სისტემა გადაყენდება და next-ის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გააკეთებს restarts, რის შედეგადაც კომპიუტერი ჩაირთვება ისეთ მდგომარეობაში, როგორც ის იყო ერთი დღის უკან. ანუ დღეს გადმოწერილი ფაილები აბსოლუტურად გაქრება და ასევე გაჩნდება დღეს წაშლილი ფაილები, რომლებიც ის Winchester-ზე მაინც დამახსოვრებული არის.